დღეს არის შაბათი. 21 დეკემბერი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 8 დეკემბერი 2024 წელი იწურება და დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრე ეს არის საუბარი 54. მაგრამ დაგვემატა წმინდანები და ამიტომ მათ შესახებ მოგიყვებით. პირველის ყოვლისა ჩვენ გვისაუბრია წმინდა მოციქულების 70-დან დღეს რამდენიმე მათგანის ხსენებაა, ეს არის ტვიქიკეზე ვისაუბრეთ და ეპაფროდიტეზე, რომელსაც წმინდა ნაწილები გაგვაჩნია და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა პატაპი თებელი, კონსტანტინოპოლელი, ამ წმინდანების შესახებ გვისაუბრია და ამიტომ აღარ შევჩერდები და დაგვემატა დღეს წმინდა ეპაფრასი წმინდა ნაწილი, კოლოსელი ეპისკოპოსი და 330-დანი მოციქული და ასევე რომარიკ რემერმონელი და ლონგინიუს პომარიელი და ამათ შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ. პირველ რიგში ეს არის წმინდა მოციქული ეპაფრასი. ეპაფრასი ყოველ სულ ვცდილობ რომ როდესაც რომელიმე წმინდაზე გიყვებით, ვასახელებ ხოლმე წყაროს. საიდან ვიცით? ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ვიცით სახარებიდან, წყარო არის სახარება, ძირითადად ეპისტოლეები, პავლე მოციქულის ეპისტოლეებში არის ნახსენები. და ეს არის ქალაქ კოლოსა, ესე იგი ჩვენ ეს ქალაქი ბევრჯერ გვიხსენებია მერეც, იმიტომ რომ ხონა იქ არის, ესე იგი იმ ადგილზე, ხონაში თავარანგელოზის სასწაული, სადაც მოხდა ეს კოლოსა არის, სადაც მოციქულები შეიკრიბნენ თავის დროზე და ეს სწორედ ეპაფრასი 70-დანი დატოვეს იქ როგორც პირველი ეპისკოპოსი კოლოსის. სადაც იგი შემდეგ ამ კოლოსაში მოწამეობრივად აღესრულა და მე ახლა წაგიკითხავთ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ეპაფრასი, ეპაფრაი ქართულად ესე ეპაფრა, ეპაფრაი და მაგალითად მთელი ინფორმაცია მოკლედ ეპაფრას შესახებ, ეპაფრასი თუ ეპაფრაი ქართულად ესე ეპაფრაის შესახებ მთლიანად რაც ვიცით ყველაფერს სახარებიდან ვიცით შესაბამისად ბევრი არაფერი ვიცით მის შესახებ ერთადერთი ის რომ კოლოსადან იყო წარმოშობით ესე პავლე მოციქული ესე ამბობს გიკითხავს თქვენ ეპაფრაი თქვენგანი კოლოსელთა მიმართ ეპისტოლე არის კოლოსელთა მიმართ ეპისტოლე და კოლოსა ესე სხვადასხვანაირი გამოთქმები არსებობს კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში წეს რომ მოგიკითხავთ თქვენ ეპაფრაი თქვენგანი კოლოსელი მონაი წარმოშობით მონაი ქრისტესი მარადის იღწვის თქვენთვის ლოცველთა შინათვისთან იმიტომ რომ პავლე მოციქულს დაყვებოდა მერე და ამიტომ პავლე კოლოსელებს წერს რომ ჩემთან ერთად არის და მოგიკითხავთ რათა მტკიცად დგეთ სრულნი და აღშებულნი ყოვლითანებითა ღვთისაით ეს არის მეოთხე თავი კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეს მე-11 მუხლი და აქედანვე ჩანს ესე იგი აი ამ ეპისტოლედან ასევე რომ იგი სწორედ კოლოსელთა შორის ქადაგებდა ვითარცა იგი ისწავეთ ეპაფრაისგან საყვარელისა თანამონისა ჩვენისა თანამოღვაწე ჩვენი რომელ იგი არს სარწმუნოი თქვენ დამორწახური ქრისტესი რომელმანცა მაუწყა ჩვენ თქვენი ეგე სიყვარული სულით აი სწორედ ეპაფრამ მიყვება თქვენზე მაუწყა მე სიყვარული თქვენი თქვენ როგორი კარგი ქრისტიანები ხართ ეპაფრასგან ვიცი ეს არის პირველი თავის მე-7 მერვე მუხლებში აქვს ნახსენები ასევე ეპაფრაზე ამბობენ რომ კოლასას და იეროპოლი რომელიც ახლოს არის ჩვენ ამ თემაზე ბევრი გვისაუბრეთ და ვიმოგზაურეთ და მომიყოლია კიდევაც იეროპოლის შესახებ სადაც ფილიპე მოციქულის საფლავია
იქვე არის ეს ქალაქი და პირველი ეპისკოპოსი სწორედ იეროპოლის, კოლოსასი და იეროპოლის ესე ამბობენ. ეს არის სწორედ ეპოფრა და ლაოდიკიაც იქვეა ქალაქი და ნუ მჭიდროდ არის დაკავშირებული იქ. ნუ ხო გეუბნით, აი ფეხით სასიარულო მანძილია. ხა ნუ რამდენიმე კილომეტრია, მაგრამ აი ფეხით რო დაფარავ, რა დღეს რო არ დაგჭირდება. რამე თუ ეწამები მას, ვითარმე დაგვშური ფრიადი თქვენთვის და ლაოდიკიელთა, მათთვის და იეროპოლელთა. ანუ ზრუნავს შური ფრიადი, ანუ შური ნიშნავს, ესე იგი საფრთხო შური, ანუ მოღვაწეობს, ანუ იღწვის ლაოდიკიისთვის და იეროპოლელთათვის. და რაჟამს აღმოიკითხო თქვენ წიგნი ესე, რომელიც ეპაფრაის ხელით გაუგზავნა სინამდვილეში ეს წელს ატანს ეპაფრას. და აი ამ წიგნს რა მოიკითხავთ, ეგრეთ ყავთ, რათა ლაოდიკიელთაც ეკლესიას აღმოიკითხოს და ლაოდიკიეთ ყველა რა თქვენვე აღმოიკითხოთ. მოკლედ ესე იგი ამ წელს რო ვაგზავნე, ნახეთ რომ იმათაც ამოიკითხოთ. ესე იგი ჩვენ ხა პავლე მოციქულის ეპისტოლეზე საუბრობთ. ეს არის კოლოსელთა მეოთხე თავი, მე-13, მე-16 და მე-16 მუხლები. და ასევე ნახსენები ეპაფრა არის ფილიმონის მიმართ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლე ფილიმონს გაუგზავნა, როდესაც პავლე მოციქული იყო ციხეში და ეპაფრაც მასთან ერთად იჯდა ციხეში. გიკითხვენ შენ ფილიმონს ეუბნება, ეპაფრაი ჩემი თანატყვე ქრისტე იესოს მიერ. ქრისტეს გულისათვის ჩემთან ერთად ჩემი თანატყვე ესე არის. ანუ აი ეს არის ყველაფერი, არც გამოსახულება არ გაგვაჩნია ეპაფრასი. ერთ-ერთი რაც ვიცით, რომ მისი წმინდა ნაწილები არის რომში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, ცენტრალურ ტაძარში სანტა მარია მაჟორე. სანტა მარია მაჟორე და აი ხე გაჩვენებთ რა გაგვაჩნია ჩვენ. აი ეს არის წმინდა ეპაფრას წმინდა ნაწილი. აი ესეთ სანაწილეში ჩავაბრძანეთ და შემდეგ როცა საერთო ხატი გაკეთდება აი მოციქულების ვისი ხსენებას დღეს არის 30-დანის ალბათ იქ იქნება აი ეს. ნუ მე კი გადავდივარ და სხვა წმინდანის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ეს არის ძალიან საინტერესო პიროვნება. მისი გამოსახულებაც არ გაგვაჩნია. რომარიკუს ნუ ახლა რო გითხრათ საიდან როგორ ქვია რემი რემონელი, მაგრამ ეს რემი რემონელი ეს ადგილს სახელია, რომელიც მისი გულისთვის დაერქვა. ისე ლუქსეის მონასტრიდან ეხლა რატო და ამასაც მოგიყვებით და მისი წყარო მის შესახებ საიდანაც გვაქვს ინფორმაცია ეს არის წმინდა კოლუმბანის ცხოვრება, იონა ბობიოელის, ესენი ყველანი ნახსენები ყავს ჩვენ თავის დროზე და არნულფ მეცის ეპისკოპოსის ამათი ცხოვრების აღწერაში არის სწორედ რომარიკის შესახებ და კიდევ ისევ ამოტივტივდა ესე რომ ვთქვათ ისტორიაში, ნუ ერთ-ერთი ყველაზე უფრო რა ვთქვათ, ნუ ესეთი ნეგატიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ავიქალის სახე ეს არის ბრუნჰილდა და ფრედეგუნდა ამაჯი ჩვენ ბევრი გვისაუბრია. მოკლედ აი ამ ბრუნჰილდას როდესაც ეხლა ესე იგი რა ხდება ეს მერავინგების დინასტიიდან არის რომარიხი და 570 წელს დაიბადა და ავსტრიის ამ მერავინგების საგვარეულოდან არის და მისი მამა მეფე თეობერტის დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება და თეოდორიხის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც იყო თავის ძმებს შორის იყო ეს კონფლიქტი. მე აღარ ჩაუღრმავდები, მე ეს მოყოლილი მაქვს ეს ყველაფერი და აი აქ იყო სწორედ ეს ბრუნჰილდა, რომელმაც მოაკვლევინა ეს თეობერტი, მოაკვლევინა თეოდორიხს.
ნუ იქ შეიძლებოდა რომ არ მოეკლა ალბათ, მაგრამ ნუ ეს მოკლედ თავისთავად ძალიან ძიმე ისტორიაა ყველაფერი, მაგრამ თავარი ის არის რომ ეს რომ მოკლეს მამამისი, ეს ჩამოართვეს წელი ქონება. ჩამოართვეს ქონება და ეს პრინცი, ანუ ეს რომარიქი აღმოჩნდა საერთოდ ყოველგვარი შემოსავლეს და სახსრის გარეშე. ნუ ცოცხალი გადარჩა, მადლობა ღმერთს. მაგრამ მოკლედ ესე დატოვა ესე იგი თავისი სამკვიდრებელი. ხომ უნდა გაჩვენოთ ეს. ნუ ეს კი არაფერი ხა ვერაფერს ვერ გავიგებთ აქედან, ეს არის ვოგეზები. ვოგეზების ცენტრი, რომ მე ეს აღმოჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვოგეზა. აქ დასახლდება, მე ისევ დაიბრუნებს ამ მამულებს. ეს არის სტრასბურგის ეპარქია და რამდენიმე წელი ესე უსახკარო იყო და ავსტრალიის მეფემ ჰილდებერტი უკაცრავად რაღაცა შეიწყნარა და მიიღო თავის სასახლეში, მიიწვია და იქ დაიწყო მან ცხოვრება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს რომერიკი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც იყო ძალიან როგორ გითხრათ, ნუ კარგად ნასწავლი, კარგი მანერები ჰქონდა, პრინცი იყო რა, ნამდვილი პრინცი იყო, მოკლედ და თან ისეთი მოაზროვნე ადამიანი იყო და ძალიან მალე დაიბრუნა ეს მამამისის დროს დაკარგული, მოკლედ ეს პატივი და ნუ ქონებაც მათ შორის. და ისე მოიქცა და ისე იცხოვრა, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაუბრუნდა მას. ამასობაში არასოდეს არ კარგავდა ქრისტიანულ სახეს. ეხლა ჩვენ ნელ-ნელა უნდა მისი პორტრეტი უნდა გამოიკვეთოს, აი როგორი ადამიანი იყო, მაგრამ იმიტომ რომ აი მე რა მოხდა, მოკლედ მე რა მოხდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი როგორ დარჩა ისტორიას რა ეს პიროვნება. ნუ ესე იგი ერთი რომ როდესაც უჭირდა ძალიან, რა თქმა უნდა, დიდი განსაცდელები გადაიტანა, არასოდეს არ მოიწყენდა ამის გამო და მეორე მხრივ, ნუ პრინცი იყო თავის დროზე, როგორც პრინცი ცხოვრობდა, მერეც უკვე ესეთი მდიდარი კაცი იყო და გავლენიანი და არასოდეს ქედმაღალი არ იყო, ესე წერია მის შესახებ, რომ აი ქედმაღლობა მისგან იყო ძალიან შორს, როდესაც მოკლედ წარმატებული იყო. შემდეგ აი ამ ჰილდებერტმა სწორედ ამ ავსტრალიის მეფემ ურჩია, რომ დროულად დაოჯახებულიყო და მოიყვანა, მოკლედ შეირთო ცოლი და ერთ-ერთი გრაფის ქალიშვილი შეირთო და სამი ქალიშვილი ეყოლა. უფროსი ქალიშვილი შემდეგ გაუთხოვდა და ორი უმცროსი ქალიშვილი შემდეგ წინასწარ მოვლენებს გაუსწროთ, ქრისტიანო მის გზას დაადგა მოკლედ და ეს ორი შემდეგ მოგვიანებით მონაზვნად აღიკვეცა. და თეოდებერტი, ეხლა ამ სახელებს მე აღარ ჩაუღრმავდები, აღარ აგიხსნით ვინ არიან. თეოდებერტ მეორე 596-612 ფრანკი მეფე არის და კლოტარ მეორე მის შემდეგ იყო 613-628 წლები. აი ამ ორი აი ამ პერიოდში ეს არის 596-628 წლები, საკმაოდ დიდი, ნუ თითქმის 30 წელია, თითქმის კი არა მეტია და აი ეს 30 წელი მან ფრანკების მეფეების კარზე გაატარა და ძალიან გავლენიანი პიროვნება გახდა და დიდი ქონებაც დააგროვა ძალიან თავისი ჭკუით, იმიტომ რომ ამ მეფეებს ემსახურებოდა, ესენი ენდობოდნენ და შესაბამისად მოკლედ ესეთი ცნობილი ადამიანი იყო ამ ავსტრალიის მეფე ავსტრალიის მეფეების კარზე და აი ხა აქედან იწყება მოკლედ ეს ჩვენი ამბავი. ქალაქი მეცი არის, ესე იგი ქალაქი მეცი, იქ ცხოვრობდა მეცში, იქ ჰქონდა მას დიდი სახლი და აი აქ მეცში ჩამოვიდა ერთხელაც, ეს არის ლოტარინგიის რეგიონია ეს მეცი,
და ერთხელ ჩამოვიდა აქ წმინდა ამატი. აი ეს ამატი არის ცენტრალური ფიგურა რომერიკის ცხოვრებაში. ჩამოვიდა ეს რამ, ესე იგი, ლუქსეის ძალიან ცნობილი მონასტერი არის ბურგუნდიაში და აი ამ მონასტრის წინამძღვარი იყო თუ ესეც მე წინამძღვრების სიამ ნახე ლუქსეის მონასტრების იქ რატომაც ეს სახელი არ არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ლუქსეიდან ჩამოვიდა და ნუ ესეთი ცნობილი ქადაგებელი იყო და ცნობილი ცრალყოფილი იყო, თვითონ იყო ძალიან ესეთი ქარიზმატული პიროვნება ეს ამატი და ჩამოვიდა მოკლედ ესეთი მოძღვარი, ქრისტიანი მოძღვარი და რა თქმა უნდა ამ ესე იგი რომარიკის შეუმჩნეველი ეს ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო და მიიწვია თავის სახლში და იქ დაბინავდა. ნუ ეს ძალიან როგორ გითხრათ რა, ძალიან ესეთი ქადაგების მადლი ქონდა ძალიან ამ ამატს და ნუ მიიწვია სახლში და ეს ახლა რა თქმა უნდა საპატიო სტუმარს ძალიან გაუმასპინძლა მოკლედ ეს რომარიკი და გაშალა სუფრა. ოღონდ გაშალა სუფრა როგორ გითხრათ, აი ხო არა ხა ნუ ჩვენა ვართ ესე რომ რაღაცა საპატიო სტუმარს სხვანაირად უშლით, თორე იქ ახლა ყოველ დღე საპატიო თვითონ იყო თავარი საპატიო სტუმარი და მიჩვეული იყო ძალიან ძვირფას ჭურჭელს. მათ შორის ვერცხლის და ოქროს თეფშები ქონდა, ეს არის ხაზგასმული, ვერცხლის და ოქროს თეფშებიდან, ნუ ძვირფასი ჭურჭელი ძალიან ესე იგი ეს გაუშალა. ხო და ამან თავაზიანად კი მიიღო ეს ყველაფერი, მაგრამ ისე მერე უთხრა ქადაგებისას, რომ დაფიქრებულიყო ეს რომარიკი, რომ აი ოქროს თეფშებიდან რო ჭამს, საჭმელს. ხო შეიძლება რომ ოქროს თეფშები და ვერცხლის იყოს მაინც ან რაღაც. ფაიფურის სხვა შორის არ ვიცი მაშინ იყო თუ არა ამ გერმანიაში უფრო გვიანდელი კულტურა ევროპაში, ხო ეს ფაიფური. უფრო ჩინეთში იყო ადრე. ხო და უთხრა რომ აი ესეთი ამბავი მოხდაო, მოკლედ სახარებაში არისო აღწერილიო, ერთ-ერთი ქადაგების ერთ-ერთი თემა ეს იყო, რომ ესე ძალიან ცნობილი ისტორია, ხო, რომ ის ჭაბუკი რო იყო, რომელიც მივიდა ქრისტესთან და აი მე ყველაფერს ვაგრძნებებს ეს რომერიკიც ესე იყო ზუსტად. კარგი ქრისტიანი იყო ძალიან და ხო და არ ვიცი ხა მან თვითონ კითხა თუ არა რომ კიდე რა გავაკეთო, მაგრამ სახარებაში ესე რომ ჭაბუკი ეუბნება რომ აი ყველა მცნებას ვასრულებ და კიდე რა შემიძლია რომ გავაკეთო სასუფევლისთვის და უფალი ეუბნება იესო ქრისტე ეუბნება რომ დატოვე ყველაფერი შენი სიმდიდრე და შემომიდექი მე. და გადაარიგეს ყველა. და ის წუხარა შეიქმნა ეს სახარებისეული ჭაბუკი, წუხარა შეიქმნა, იმიტომ რომ ძალიან დიდარი იყო და ნუ ხა იმასაც აღარ მოგეყვებით იქ ბევრი საინტერესო დეტალია სახარების ისტორიაში და ნუ მე მოგვიანებით ანტონი დიდის ცხოვრებაში არის ესა რომ ეს მოისმინა ეს სახარებ ტაძარში შევიდა მშობლები რომ გარდაეცვალა და ეს სიტყვები მოისმინა და აი ანტონი დიდი ჭაბუკი იყო რომელსაც ეს ეხებოდა ეს სიტყვები და მართლა იმან დატოვა ყველაფერი და აი რომერიკიც ესეთი ხა ჭაბუკი აღარ იყო თლათ უკვე მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს რომ მოისმინა ეს სიტყვები ამ ამატის უკეთ გნებავს რაიცა სრული იყო წარვე და განყიდე მონაგების შენი და მიეძგლა ხალხთა და გაგვდეს საუნჯეც ათაშინა ესე უთხრა ეს სიტყვები არის და მოკლედ ამან ეს მიიღო პირდაპირ ეს პირდაპირ და მართლა ეს მადლი შეეხო მისულს და გადაწყვიტა რომ ყველაფერი გაეყიდა და თლიანად უფლისათვის მიეძღვნა თავისი ცხოვრება და აი აქედან იწყება მოკლედ ეს ამ კეთილშობილი, კარგი, სამეფო ოჯახიდან, ხო, წარმატებული, აი ასეთი პიროვნების უკვე აი წმინდა ცხოვრება. წმინდად ცხოვრობდა, მაგრამ აი წმინდანის ცხოვრება აქედან იწყება უკვე როგორც წმინდანი. მან ესე იგი ეს ყველაფერი თვითონაც დატოვა და აი მაშინ იყო სწორედ თავის ქალიშვილებსაც ორი გაუთხოვარი ქალიშვილი ყავდა და ნუ რა თქმა უნდა ხა მამის ავტორიტეტი ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ესენიც ყველანი ქრისტიანები იყვნენ. მერე მოგვიანებით აი გათხოვილი ქალიშვილის შვილებიც, ბიჭი და გოგო, ისინიც ბერები და ეს ბერი და მონაზონი გახდა ესენიც. ახლა მოგიყვებით რა გააკეთეს. მოკლედ
ესე იგი, ამის რჩევით და მეუღლე ხო ეს ახლა აღარ გაგვიშვია ხაზი. მეუღლე ყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, რომელსაც ეს შვილები გაუზარდა და რა თქმა უნდა მასთან შეთანხმებით. სხვანაირად არ არის, სწორი არ შეიძლება. მოკლედ მეუღლესთან შეთანხმებით დატოვა ოჯახი, რა თქმა უნდა, ხე მეუღლე ჩიერი არ დატოვა და ქონება დაუტოვა იმასაც თავისი. მოკლედ და გადაწყვიტა რომ ბერად აკვეცილიყო და წასულიყო მონასტერში, საიდანაც რა თქმა უნდა, სად და იქიდან საიდანაც იყო ესე იგი ეს ამატი, წმინდა ამატი, ეს არის ლუქსეის მონასტერი, ბენედიქტური მონასტერი იყო, დღეს ესე ქვია, ლუქსეი ლებენ და წმინდა პეტრეს სახელობის არის ეს მონასტერი და ბელფორი არის საფრანგეთში ქალაქი, ჩრდილოეთ საფრანგეთზე ალაპარაკი და 50 კილომეტრია ამ ბელფორიდან. ეს მონასტერი 590 წელს დაარსა წმინდა კოლუმბო მცირემ და ესე იგი ირლანდიელი ბერები ეს თემაც ჩვენ ამ თემაზეც გვისაუბრია ეს ირლანდიელი ბერები იყვნენ ევროპაში როდესაც ჩამოდიოდნენ და ესეთ მონასტრებს აარსებდნენ და ერთ-ერთი მოკლედ ირლანდიელი და მათი მეთვალყურეობით და როგორი მონასტერი იყო იცით ძალიან დიდი აქცენტი იყო ინტელექტუალურ შრომაზე ესე იგი ესენი ძალიან კარგად ეცნობოდნენ საფრთხო წერილს წმინდა მამების თხზულებებს და მისიონერული მოკლედ მისიონერული მონასტერი იყო და ფაქტია რომ აი ეს ერთ-ერთი ამ ამატის ეს მოღვაწეობა რომ ჩამოვიდა და მოაქცია ფაქტობრივად კი არ მოაქცია ნუ ქრისტიანი იყო მაგრამ დაარწმუნა რომ ესე მონაშვლად ეცხოვრა ეს რამერიკი მოკლედ ესე ჩავიდა და იმ მონასტერში დაიწყო ცხოვრება კიდევ ერთი რამ უნდა გავუშვათ ხაზი აგაუნუმი ეს გვიხსენებია ჩვენ ეს ადგილი აგაუნუმი ეს არის აგაუნი ანუ ეს არის ის ადგილი სადაც თებეს ლეგიონერები ჩახოცეს და მე მოგვიანებით წმინდა მავრიციუსის მონასტერი დაარსდა ბურგუნდიის პირველმა მეფე სიგიზმუნდმა ეს მონასტერი დაარსა და აი ამ სიგიზმუნდის ანდერძი იყო ეს და ამას აგაუნის წესი დაერქვა მე მოგვიანებით ესე იგი მან ეს მონასტერი დაარსა და დიდი მონასტერი თავიდან ისე გააკეთა რომ დიდი შემოწირულობა გაუკეთა ამ მონასტერს რომ მრავალრიცხოვანი ყოფილიყო და ბერების გუნდები აი ამ მონასტერში განუწყვეტლად გალობდნენ ნუ იქ წერია რომ ფსალმუნებს მაგრამ ალბათ არა მარტო ფსალმუნებს და აი ამ სწორედ ლუქსეის მონასტერში ეს აგაუნის წესი იყო როდესაც ეს რემერიკი ჩავიდა და იქ გუნდები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მუდმივი გალობა იყო ლუქსეის მონასტერში ამას ესე იმიტომ უშუალოდ ხას რომ შემდეგ როდესაც რემერიკმა თავისი მონასტერი დაარსა ეხა მოვლენებს უსრებს წინ აი იქაც 7 გუნდი ერთმანეთს ელოცნებოდა და მართალი გითხრათ ჩემი ოცნებაც ეს არის რომ აი ასეთი რამ არსებობდეს თუმცა ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება ყველანაირად რომ აი ამდენი ბერი ან ამდენი მონაზონი ერთად იყოს რომ აი 7 გუნდი არსებობდეს რომელიც ერთმანეთს შეენაცვლება იქ არ წერია სხვათა შორის აგაუნში რომ 7 გუნდი იყო ეს არ არის ხაზგასმული აი აქ კი ხაზგასმულია რომ როგორც ჩანს 24 საათიან გალობას სხვათა შორის საპატრიარქოში უწმინდესმა ჩვენ საპატრიარქოში დააწესა ეს რომ ფსალმუნების 24 საათიანი განუწყვეტელი კითხვა იყოს და მეც მინახავს ეს ჩემი თვალით მაგრამ ერთი ადამიანი კითხულობს ამას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესა და მეორე არის ის რომ ამასაც ხო დიდი ძალა უნდა და ბევრი სასულიერო პირი ჭირდება ბევრი ბერიან მონაზონი და მაგრამ ნუ კიდე გალობა ეს ახლა კიდე ცალკე თემაა მოკლედ ესე იგი როდესაც ეს ამ ლუქსეის მონასტერში წავიდა მან თავისი აი ახაც მოხდა ძალიან საინტერესო რამ მან გაათავისუფლა თავისი ყმები მას ხო ყავდა ეხა ეს შუა საუკუნეებია თავისი სოფლები ქონდა მთელი გააჩნდა მის როგორც ქონება და ყმები ყავდა და ეს ყმები გაათავისუფლა ყველანი ოღონდ ისე უყვარდათ ამათ თავიანთი პატრონი ესე რომ ვთქვა პატრონყმობის პერიოდია პატრონყმობის და ეს თავის პატრონი ისე უყვარდათ რომ ბევრი მათგანი
მოკლედ ესე იგი კი გათავისუფლდა, მაგრამ მაინც არ მოშორებია და შესაბამისად მასთან ერთად გადაწყვიტეს მონასტრული ცხოვრება. მოკლედ ორი ქალიშვილი და 30-მდე დაახლოებით ეს მისი ახლობელი გაყვა მას მონასტერში. და აი ხა ლუქსეის მონასტერის ფოტოს გაჩვენებთ. აი დღეს ესე გამოიყურება ეს ლუქსეის სააბატო. თუმცა ამანაც ბევრი თავგადასავალი გადაიტანა ამ საფრანგეთის რევოლუციაზე და რევოლუციის დროს, ხო და ესეც აი სამრეკლო რო ჩანდა პეტრეს სახელობის. ხო და იმას ვამბობდი წმინდა პეტრეს ბაზილიკა. და ეს ქონება დაარიგა, მოკლედ ეს ქონება დაარიგა და წავიდა მოკლედ მთლიანად. მთლიანად არ დაარიგა ეს ქონება, რაღაცა თანხა შეინახა, იმიტომ რომ როგორც ჩანს თავიდანვე ქონდა ეს ჩაფიქრებული, რომ აპირებდა ახალი მონასტრის აშენებას და აი აქ სწორედ აი ფლოტარ მეორემ მეფემ, რომელიც ძალიან პატივისცემით იყო მის დამე განშვალული და რომლის მრჩევლად მუშაობდა ეს მრჩეველი იყო, მას გადასცა აჩუქა, იმიტომ რომ ჩამორთმეული ჰქონდათ ოფიციალურად, აი სწორედ ის ქონება, რაც მამამისის მოკლისას, ეხლა რო გითხრათ ის მამამისის ფლატმართალი არ იყო იმ თავის აჯანყებაში, მაგრამ რაც იყო ესე იგი და ეს დაუბრუნა თავისი ქონება და აი სწორედ ეს მასივი რო გაჩენეთ, თების მასივი, ეს არის ვოგეზები, ელზასი არის უკვე ეს ელზასის მხარე, ელზასი და ლტარგია მეზობელი რაიონებია იქ საფრანგეთში და აი მოკლედ ელზასში არის ეს ვოგეზები, ესე ქვია ვოგეზები, აი ვოგეზების მთლიანი მასივი გადასცა მას საჩუქრად, ეს არის დაახლოებით 620 წელი. და აი აქ სწორედ იმის შემდეგ რაც მან იმოღვაწევა და კარგად შეისისხორცა ეს მონასტრული ცხოვრების წესი, აი იმ შემდეგ მან სწორედ გადაწყვიტა, რომ აი ეგ დაეარსებინა ამ ვოგეზებში, ერთ-ერთი მთა არის იქ მთლიანი მასივი და ერთ-ერთი მთა არის ხაბენდი ესე ქვია და აი ამ ხაბენდის წვერზე იყო რაღაც წარმართული ტაძარი, რომელიც გადააკეთა და აი აქ მთის წვერზე მამათა მონასტერი დაარსა, ხოლო მთის ძირას 7 დედათა მონასტერი. 7 მონასტერი წარმოიდგინეთ, საბოლოო ჯამში მე უკვე ცოტა მოგვიანებით, აი რაც მე მოგახსენეთ, 600-მდე მონაზონი ცხოვრობდა, 600. აი ამ 7 სხვადასხვა მონასტერში და შესაბამისად 7 გუნდი შექმნა. ხა ეს დეტალია, რა თქმა უნდა, რომ ესე იგი ეს გალობა სრულდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მონასტრული ცენტრი დაარსა და ისევ ეს აი წმინდა ამატი მოიწვია, ამათ თხოვა, რომ ყოფილიყო აი ამ დედათა და მამათა მონასტრების წინამძღვარი და თვითონ როგორც ბერი ისე ცხოვრობდა და სხვათა შორის ძალიან კაცრად ასკეტურად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. შემდეგ როგორც მოგახსენეთ, მისი ქალიშვილებიც აქ იყვნენ ამ მონასტერში, რომლებიც მერე რიგრიგობით იღუმენიები გახდნენ და ამიტომ ესე იგი ამ მთას მერე, რომელზეც მამათა მონასტერიც იყო და დედათა მონასტრები, მერე მოგვიანებით წმინდა მთა ეწოდა და ეხლა აი სწორედ იმ სახელზე გადავდივართ, ესე იგი ამ რემერიკის მთა და ეცით როგორი ფრანგულად როგორ ჟღეს რემირემონი ქვია ამას. ახლა მთას ნიშნავს, ხო და აი რომარიკის მთა, რომარიკის მთა ესე ეწოდა რემირემონი და ეს რემირემონი უკვე სიტყვა გახდა, ერთი მთლიანი სიტყვა და ამ რემირემონის სააბატოს გარშემო ქალაქი რემირემონი გაშენდა მერე მოგვიანებით და ამიტომ ესე იგი ამას რემირემონელი ეწოდება, თვითონ თავისი სახელი არის მონაწილეობს ამაში. აი ეს არის დღეს ესე ქვია ამ ქალაქ რემირემონს ვოგეზების დეპარტამენტი ესე ქვია, ადმინისტრაციულად და ვოგეზების დეპარტამენტში არის. და ესე იგი ისეთი დიდი ძლიერი ცენტრი შეიქმნა მონასტრული ცხოვრების და ასევე განათლების დიდი ცენტრი იყო ესა, რომ ძალიან ცნობილი პიროვნებები
აქაც აღიზარდნენ, მაგრამ მოდიოდნენ და სახლდებოდნენ. სხვათა შორის ჩვენი პატრიარქის ოცნება იყო ესა, რომ ისეთი მონასტერი შეექმნა, რომ ესე იგი აი ცნობილი პიროვნებები ასაკში რო შევიდოდნენ, ან თუნდაც არ შევიდოდნენ, გადმოსულიყვნენ ეცხოვრათ ამ სამების ლავრაში ძირითადად ხდებოდა ეს მოხდა ეს ასეთი რამ ბევრ გამოჩენილ ადამიანს უცხოვრია და მუშაობის პირობები რო ქონოდათ. ნუ აი ესეთი ინტელექტუალური ცენტრი შექმნა და შემდეგ ეს ამატი თანდათანობით ის ნაკლებად და ნაკლებად ჩნდებოდა ამ მონასტერში. ძირითადად იგი განდეგილი იყო, ძირითადად იგი ესე იგი დაყუდებული ბერი იყო და გამოდიოდა მხოლოდ შაბათ-კვირას და რჩევებს აძლევდა ყველას და სულიერ რჩევებს და უქადაგებდა ხოლმე საფრთხო წერილს. მაგრამ შემდეგ ეს ამატი ხო და ამ დროს ეს რომარიკი უკვე იზოლებული იყო, რომ შეეთავსებინა თვითონ ეს წინამძღვრის ფუნქციები და როდესაც შემდეგ გარდაიცვალა ამატი რომარიკი გახდა წინამძღვარი ამ მონასტრის. ნუ როგორც მოგახსენეთ, მისი მეგობრებიც მათ შორის აი ამ სამეფო კარიდან ძალიან ცნობილი პიროვნებები, მაგალითად არნულფი მეცისეპისკოპოსი, რომელმაც ეპისკოპოსობაზე უარი თქვა და ბერული მონასტრული ცხოვრება გადაწყვიტა, აქ ცხოვრობდა და სხვები კიდევ და შემდეგ ხო, ნუ მოკლედ კიდევ ეს ბევრი წელი გაატარა ესე, დაახლოებით 30 წელი გაატარა ესე და უკვე კიდევ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო მის ამ ცხოვრებაში აღნიშნული, რომ გრიმოალდი იყო ესეთი, მისი მეგობრის შვილი, პიპინ ლანდენი ესეთი იყო. მან გადაწყვიტა, ცუდი რამე გადაწყვიტა, რომ პრინცი დაგობერტი ავსტრაზიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ჩამოეგდო ტახტიდან, აჯანყება რომ მოეწყო და სპეციალურად ეს უკვე ასაკში იყო, ალბათ იყო და ჩავიდა სპეციალურად და შეხვდა ამ გრიმოალდს ესაუბრა მის გარემოცვას და მოკლედ ურჩია, რომ ესეთი რამე არ გაეკეთებინათ. თუმცა ეს დაგობერტი გახიზნეს რო არ მოეკლათ ირლანდიაში, რომელიც იყო სულიერი საწყისი, ხო, აი ლუქსეის მონასტრის დამაარსებლები, აი იქ მათთან იყო და 20 წელი ესე იყო და 20 წლის მერე მაინც დაბრუნდა შემდეგ და გახდა აი ამისით ფაქტობრივად ლოცვითა და დამხმარებით და წყალობით ავსტრალიის მეფე გახდა შემდეგ უკვე ეს დაგუბერტი. ნუ ჩვენ უკვე მივახლოვდით ფაქტიურად მის აღსასრულს და გარდაიცვალა იგი აი ესე იგი გარდაიცვალა დღევანდელ დღეს 8 დეკემბერს აი როდესაც დაბრუნდა იქიდან მეციდან ანუ ფაქტიურად მეციდან სადაც ამ გრიმოალდს შეხვდა 3 დღეში გარდაიცვალა. უკვე ეს სიკვდილის სიმბოლო ეს კეთილი საქმე ესე გააკეთა ეზიარა გარდაიცვალა და ნუ როგორც მოგახსენეთ მერე მოგვიანებით მთლიანად დედათა მონასტრად გადაკეთდა ესა და მისი ქალიშვილი ცეცილია ერქვა სხვათა შორის სახელად მის ქალიშვილს და კიდევ ცეცილია შემდეგ მეორე ქალიშვილის სახელი არის ატფალდუიდისი და მოკლედ ესენი იყვნენ წინამძღვრები და საფლავზე უკვე როგორც კი გარდაიცვალა ცხოვრებაში ხა არ არის ხაზგასმული სასწაულები, მაგრამ აი ეს საფლავზე კი ნამდვილად აღესრულებოდა და 653 წელი არის მისი გარდაცვალების თარიღი და მოგვიანებით 1059 წელს რომის პაპი
რომის პაპი ლევ მეცხრე. ჯერ კიდე განხეთქილებამდე ეწინა პერიოდია და მან აღმოიყვანა მისი წმინდა ნაწილები და ამატი და ადელფი ესე იგი ერთად იყო და ეს ნაწილთა აღმოყვანება ნიშნავდა ესე იგი ეს ლათინები ხო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აი ამ დოკუმენტურ გაფორმებას ყველაფრისას და ნუ ეს უკვე ნიშნავდა რომ ეს წმინდანად შეირაცხა. ანუ მე მოგვიანებით და ეს ტაძარიც და ესეც ყველაფერი წმინდა ნაწილებით განადგურდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. ნუ შემორჩენილი არის მე-17 საუკუნის აი ესეთი ქანდაკება, რომელსაც თავი აქვს დაკარგული უბრალოდ ეს არ არის კეფალოფორუსი, ანუ ჩვენ გვიქნება დღეს საუბარი აი იმაზე, ვინც თავის თავი აიღო ხელში მოჭრილი თავი, ამისთვის თავი არ მოუკვეთიათ, უბრალოდ ესეთი აქ საინტერესო ის არის, რომ ეს ტაძარი უჭირავს ხელში და შემდეგ იკონოგრაფიული გამოსახულება მისი სწორედ ესეთია. შემდეგ აი ესეთი ძველი მინიატურა, თუმცა ესეც ახლა რო გითხრათ, ერთი არ არის კარგი ხარისხის. აი ეს. აი ეს არ ამერიკია, ესა რომელიც ესე აკურთხებს. იღუმენის ქუდი ახურავს, ეს არ არის ეპისკოპოსის. აი ეს კი არის ეს არის რომის პაპი სწორედ. რომელმაც წმინდანად შერაცხა. ეს არის რომის პაპი ლევ მეცხრე. ესე ძველი ხელნაწერიდან არის ეს გამოსახულება. დაახლოებით ესეთი გამოსახულება და აქ არის სწორედ აი ამ ტაძარში მეცის კათედრალში აი ეს მეცის კათედრალში ეს არის აი ეს მისი აი ეს სამი ის რო არის აი სწორედ ამ ამატის არნულფის და მისი სხეულია და მისი კვერთხი ინახება იქა და აი ეს არის. ნუ ძირითადად ეს არის მის შესახებ აი გაგვეჩნია ესეთი სანაწილე აი ეგ არის მისი წმინდა ნაწილები აი ეს ამერიკის და გადავდივარ დღეს მესამე წმინდანის ის დაგვემატა ვისი წმინდა ნაწილებიც გაგვაჩნია ეს არის წმინდა ლონგინოზი პომარიელი ესე იგი ეხლა ამის შესახებ საერთოდ ძალიან თითქმის არაფერი არ ვიცით გარდა იმისა რომ აქ არის მოთხრობილი აფრიკელი წმინდანების შესახებ ეს არის არიანელები არიოზის დრო მე-5 საუკუნეზეა ლაპარაკი როგორ ესე იგი მათი გუნერიხი არის ესე იგი ვანდალების მეფე 477-484 წლებია და ამ არიანელებმა როგორ აურიეს ამ მეფეს ტვინი თუმცა რო არ დომოდა ესე იგი არც არ ეევდა ეს ტვინი და მოკლედ არიანელების გავლენით ორი ეპისკოპოსი იყო კირილე და ვალინარდი მათ დაარწმუნეს ეს მეფე გუნერიხი რომ დაეწყო მართლმადიდებლების დევნა და ყველაზე ესე იგი ეს ვანდალებია როგორც მოგხსენეთ ვანდალების მეფეა ვანდალების სამეფო რომელიც ჩრდილოეთ აფრიკასაც მოიცავს მათ შორის და ბევრი ვანდალი ქრისტიანი სხვათა შორის მართლმადიდებელი ქრისტიანია რომელსაც ასევე შეეხო ეს დევნა და მოკლედ დაიწყო ესე იგი რომი დაპყრობილი ყავთ ამ ვანდალებს და მოკლედ აი დაიწყო ეს სასტიკი დევნა და ძირითადად წარჩინებულ ადამიანებს შეეხო ესა და ნუ გადასახლება კატორღული სამუშაოები და სიცილიასა და სარდინიაში აქ ცნობილი მაღაროები არსებობს და მოკლედ სასტიკად ასევე უსწორდებიან სასულიერო პირებს და ბერმონაზვნებს. მაგალითად კართაგენის მთავარეპისკოპოსი ევგენი, წმინდა ევგენი, ესენი ყველანი წმინდანებია, ხა ვისაც გესაუბრებით. ეხლა რატო გიყვებით ამას? იმიტომ რომ აი ამ სიაში არის სწორედ ეს ჩვენი დღევანდელი წმინდანი ლონგინოზი და ეხლა მივალთ ჩვენ მან, უბრალოდ ჩამონათვალშია და ჩვენ გვაქვს მისი წმინდა ნაწილი.
და ასევე 5000 მართლმადიდებელი ხა ეს რაც მოგიყევით ეს რაც ვახსენე წმინდა ევგენი ციხეში გამოკეტეს ციხესიმაგრეში შემდეგ ესენი და აწამებდნენ და სჯიდნენ ესე იგი რამდენიმე ჯერ მოხდა ეს მაგალითად 492 წელს და მაგალითად წმინდა ფელიქსი აბარიტის ეპისკოპოსი და 5000 მართლმადებელი უდაბნოში გადაასახლეს, ყოლაი დაყარეს უდაბნოში საჭმელის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ან შიმშილით უნდა დაიხოცონ, ან ესე იგი ეს უნდა ბარბაროსებს ჩაუვარდნენ ტყვეთ და მოკლედ 7 ბერი აწამეს კიდევ და მოკლედ გუნერიხის გეგმა იყო ესეთი, რომ მართლმადიდებლობა უნდა მოესპოთ თლიანად. და 1 იანვარს 494 წლის, ახლა უკვე ამ თარიღებს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი ბოლო რამდენიმე თვე იყო ძალიან სასტიკი დევნა, იმიტომ რომ მე ყვდება ეს გუნერიხი ხო და ესე იგი 1 იანვარს მოიწვია ყველა მართლმადებელი ეპისკოპოსი, ვინც იყო მის გამგებლობაში, რომ ვითომ კამათისთვის, დისპუტისთვის არიანელებთან და სინამდვილეში კართაგენში შეკრიფა ისინი, ჩრდილოეთი აფრიკა, სიცილია და სარდინიიდან და შემდეგ ესენი რომ მოიწვია, ვითომ ხა საკამათოდ, მაგრამ სინამდვილეში მოიწვია იმისთვის, რომ გამოუცხადა მათ, რომ აიკრძალა კანონით სამეფოში მართლმადიდებლობა და ესენი ყველანი გადაასახლეს კატორღაში, საკატორღო სამუშაოებში და აი მათ შორის იყო სწორედ აქ არის აემსიაში ნახსენები პომარიის, ესეც ვეძებე და ზუსტად ვერ გეტყვით რომელი ადგილია ეს, რომელი ეპარქიის მმართველია, ლონგინოზი და ეს ერთი წელი იყო ყველაზე საშინელი, ეს 494 წელი და 12 ესე იგი მაინდამაინც ამ დღევანდელ დღეს 8 დეკემბერს მოკვდა ესე იგი ეს გუნერიხი და ესენი ბოლო მოწამეობრივი აღსასრულებია ესე იგი ამ დევნისას დევნად შეწყდა ამ დროს რა ის რომ მოკვდა და როგორ მოკვდა იცით გაცოფდა და საკუთარი თავის ჭამა დაიწყო და ეს კბენა და რაღაცა საშინელება და მოკლედ 300 ადამიანი ეწამა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ორი მღვდელი ცოცხლად გადახერხეს და 60 მათგან 60 სასულიერო პირს ენა მოაჭრეს, ოღონდ რაღაც სასწაული მოხდა ღვთის და ესენი ლაპარაკობდნენ მიუხედავად ამისა. და სწორედ ეს დღე, მისი გარდაცვალების დღე, საუცნაური ამბავია, ესენი კი სხვადასხვა დღეებში ამ წლის განმავლობაში დაიხოცენ ყველა მათ შორის არავინ არ იცის ზუსტად როგორ და რანაირად, მაგრამ მათ შორის ეს ლონგინოზის, მაგრამ ამათი აი აფრიკელი მოწამეები, ესე ვქვიათ, ამათი ხსენება დაწესდა სწორედ 8 დეკემბერს, მე კი შემიძლია ერთადერთი მხოლოდ თქვენ დაჩვენოთ ახლა აი ამ ლონგინოზის, აი ესეთი ფრაგმენტი გაგვეჩნია, აი ჩანს წმინდა ნაწილი, აი ესეთი. ეს არის წმინდა ლონგინოზის შესახებ და მე კი ახლა გადავალ უკვე ხვალინდელ დღეზე, ანუ 9 დეკემბერზე ეხავე მოგახსენებთ. ესე იგი 9 დეკემბერი, რომლის შესახებ ჩვენ არ გვისაუბრია ერთადერთი დღეს ამ დღეს 9 დეკემბერს, ეს არის 22 დეკემბერი საერო კალენდრით და 9 დეკემბერი საეკლესიო კალენდრით და ამ დღეს აღინიშნება მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. პირველ რიგში ამის შესახებ მინდა ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრე, ეს არის 129 საუბარი მე-15 წუთიდან შეგიძლიათ მოისმინოთ, ოღონდ იქ ეს მუცლადღება უბრალოდ ნახსენებია და ძირითადად ღვთისმშობლის შესახებ არის. ივაკიმ უბრალოდ ღვთისმშობლის კი არა, ივაკიმე
იოაკიმეს და ანას შესახებ არის იქ ძირითადად და ესე იგი მე კი ეხლა ამ შემთხვევაში უფრო გავამახვილებ ყურადღებას ღვთისმშობლის მუცლადღებაზე, აი ამ ფაქტზე. ნუ ჩვენ მაშინ რომ ვისაუბრეთ, მე თქვენ მოგიყევით, რომ არსებობს ესეთი წიგნი, რომელსაც პროტოევანგელია ესე ქვია, ანუ წინასახარება, იაკობის პროტოევანგელია, იაკობის წინასახარება, რომელიც აპოკრიფი არის, ანუ ზუსტად არ დასტურდება, ოღონდ შეწყნარებული აპოკრიფია და ბევრი წმინდა მამა, აი ამის შესახებ ხონდა მე საუბარი, ბევრი წმინდა მამა ღებულობს ამას, სახელებიც იოაკიმე და ანა იქიდან ვიცით და ბევრი დეტალი ვიცით იქიდან და ნუ იქ კიდევ ერთხელ ორიოდე სიტყვით მოგიყვებით, რომ იოაკიმეს და ანას დიდი ხანი არ ყავდათ შვილი, ძალიან უკვე ასაკში იყვნენ და ეს ითვლებოდა, ესე იგი, ეს ითვლებოდა ისრაელში ღვთისმსაჯელად, იმიტომ რომ იცით რატო? იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ უშვილობის გამო, არა, უშვილობას არ უშვებდა ღმერთი ადამიანს, იმიტომ რომ ამათ ლოცვა კურთხევა ქონდათ ებრაელებს, რომ ებრაელებს ჰქონდათ ლოცვა კურთხევა, რომ მათგან უნდა მესია შობილიყო, ამიტომ უნდა შეენარჩუნებინათ ეს გვარი და ამიტომ აუცილებლად თუ დაოჯახდებოდა ებრაელი, აუცილებლად უნდა ყოლოდა შვილები. რომ შეიძლება მათი შტოდან, მით უმეტეს ახლა იოაკიმეს ეხება ეს და ანასაც სამეფო გვარიდან არიან ესენი და სწორედ და მართლაც ხო ესე მოხდა მერე, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა ხსნელი და აი ამათ რო შვილი არ ყავდათ, ეს იყო ეს ნიშნავდა რომ რაღაც ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინეს, ესე აზროვნებდნენ ებრაელები და შემდეგ აი სწორედ ეს დღე არის ეს დღევანდელი დღე, ანუ 9 დეკემბერი, ოღონდ ეს დღე არის გამოთვლილი დღე. ანუ ესე ღვთისმშობლის შობიდან ღვთისმშობლის შობამდე 9 თვით ადრე. და აი ამ დღეს ეუწყა ორივეს იოაკიმე უდაბნოში იყო ყისახში დაბრუნებას აღარ აპირებდა, იმიტომ რომ მისი შეწირული მსხვერპლი არ მიიღო მღვდელმთავარმა, ანაც ძალიან დიდ განცდებში იყო და ორივეს ჰქონდა გამოცხადება და ორივე წამოვიდა იოაკიმე უდაბნოდან, ხოლო ანა თავიანთი სახლიდან და ერთმანეთს შეხვდნენ იერუსალიმში ოქროს კარიბჭესთან. და აი ამის შემდეგ უკვე 9 თვის შემდეგ დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სადღაც მე-8 საუკუნიდან დაწესდა ეს როგორც დღესასწაული, ხოლო მე-12 საუკუნეში გამოცხადდა, ნუ მაგალითად ბიზანტიის იმპერიაში უქმედ გამოცხადდა ეს დღე, ხოლო მე-13 საუკუნიდან უკვე როგორც საყოველთაო დღესასწაული ესე გამოსვლა. მე უნდა ეხლა თქვენ გაჩვენოთ იოაკიმეს და ანას წინა ნაწილები, ნაჩვენები მაქვს და ეხლა კი უნდა გაჩვენოთ გადასარევი საოცარი გამოსახულება. ეს არის აი ამ მუცლადღების ხატი ფრესკა ოღონდ. ეს არის გელათიდან. აი ეს არის საოცარი ამბავი. რომ აი გელათში არის ესეთი ფრესკა, მე იშვიათი გამოსახულებაა. ყოველ შემთხვევაში აი მუცლადღების ხატი ალბათ აი ესე უნდა გაიშესრულდეს, ეს არის მუცლადღების ფრესკა. იოაკიმესი, ანასი, აი დღევანდელი დღის ხატია. და ნუ მე გადავდივარ მე-16 საუკუნეა გელათის ესა და მე გადავდივარ უკვე შემდეგ წმინდანზე, დღევანდელი დღის შემდეგ წმინდანზე, ეს არის წმინდა სტეფანე ახლად გაბწყინვებული. წმინდა სტეფანე ახლად გაბწყინვებული მე-10 საუკუნე 912 წელს გარდაიცვალა და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლელია და მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ნუ აღმოსავლეთ საქრისტიანოდან არის, ძალიან ნაკლებად არის მისი ცხოვრება ცნობილი და წინასწარ მინდა რომ გავაკეთო ესეთი შეფასება, კომენტარი, რომ ეს იყო ადამიანი, აი ხა მოგიყვებით ამ ყველაფერს, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად
მიუხედავად იმისა, რომ მაინც ქონდა ეს საზოგადოებრივი ურთიერთობები, მიუხედავად ამისა, მინიმუმამდე დაიყვანა ფაქტიურად ეს კონტაქტურობა საზოგადოებასთან და ძირითადად თავისი ცხოვრება, ფაქტიურად როგორც განდეგილმა ისე გაატარა, ხო და ქართულად ეს მე გადავთარგმნე, ესე ახლად გაბრწყინებული სხვა ბერძნული სიტყვა არის, ბრწყინვალებასთან არის დაკავშირებული ისი ისა. ანუ ეს ახალი ესე იგი ახალი მოღვაწეა მე-10 საუკუნეა, რომელიც აი პირველი წმინდა ანუ ბერების ან ანტონი დიდი, რა ვიცი, ეგვიპტელი მამები, აი რაღაც ესეთი დიდი ღვაწლი გასწია. ხა მოგიყვებით ორიოდე სიტყვით მის ცხოვრებას, თუმცა ბევრიც არაფერი ვიცით. მშობლების სახელებია ცნობილი ზაქარია და თეოფანია, რომლებიც კონსტანტინოპოლში ცხოვრობდნენ. იქ დაიბადა სტეფანე, ესენი ცხოვრობდნენ წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძართან ახლოს. დედა თეოფანია ძალიან მკაცრად მარხულობდა ფაქტიურად მარტო ესე იგი ბოსტნეული პური და წყალი ორსულობის დროს ძალიან მკაცრად მარხულობდა და რო დაიბადა ეს ბავშვი სტეფანე, კერძზე ქონდა ჯვრის გამოსახულება. რაღაცა ძალიან ლამაზი ჯვარი გამოეხატა ბავშვს კერძზე და ეს იყო პირდაპირ ნიშანი, რომ რაღაცა განსაკუთრებული ბავშვი დაიბადა და ბავშვობიდანვე, ესე იგი უკვე აი ჩვილი ასაკიდან თავისი ესე იგი ჩვილი სახვევებიდან ესე წერია ცხოვრებაში, მოღვაწეობა დაიწყო, როგორ მოღვაწეობდა, იცით რომ თუ დედა კარგად შეჭამდა, ისადილებდა და ბევრ საჭმელს შეჭამდა, ეს ძუძუს არ იღებდა. არ ჭამდა 2-3 დღეც კი საერთოდ არ ეკარებოდა და რაც თავარია რომ შეამჩნიეს რომ ეს ბავშვი ესე აქცევა, რაც თავარია ესე იგი არაფერი ზიანი არ ადგებოდა ამ ბავშვს რა, ჯანმრთელობის მხრივ, ესე იგი ესე შეიძლება 2-3 დღე მშიერი ყოფილიყო. როდესაც წამოიზარდა, დაიწყო ესე იგი წიგნების კითხვა, ქრისტიანობის შესწავლა, უკვე საკმაოდ ესეთი ფუნდამენტური განათლება მიიღო ქრისტიანული და ამის შემდეგ, ეს ის პერიოდია, ხათმებრძოლეობის პერიოდია და უკვე როდესაც ეს დამარცხდა საბოლოოდ და გახდა პირველი მართლმადიდებელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის, ეს არის მეთოდე 852-856 წლები, ეს 4 წელი იყო პატრიარქი და მან მოიწვია მამა, სტეფანეს მამა, ზაქარია და აკურთხა მღვდლად, ხოლო სტეფანე დაადგინა წიგნის მკითხველად და წიგნის მკითხველად აი მაია სოფიაში, წმინდა სოფიის სიბრძნის ტაძარი, წმინდა სოფია სიბრძნეს ნიშნავს და ამის სახელობის არის ეს აია სოფია, ეს მე ბევრჯერ მithქვამს. მოკლედ აი აქ ესეც აქ მსახურობდა, მაგრამ აი აქედან იწყება სწორედ პეტრეს ცხოვრება, როდესაც ეს მამა არ ვიცი ხა ეს ღვთის განგებით ხდება ყველაფერი ასე ხა გეტყვით. მოკლედ მამა როდესაც მღვდელი გახდა და ეს კი წიგნის კითხვა დაადგინდა, მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ მამა მალე გარდაიცვლება, ანუ წინასწარ მეტყველა მამის გარდაცვალება. და თვითონ კი უკვე დაიწყო ესე იგი ეს განდეგილი ცხოვრება, მოსაგრეობა წმინდა პეტრეს ტაძარში და განმარტოვდა იქ სენაკში და მარტო პურს და ბოსტნეულს ჭამდა ეს. ამის შემდეგ უკვე მას ჰქონდა პირველი გამოცხადება, გამოიცხადა რამდენიმე დრო გავიდა წელი და გამოიცხადა მოციქული პეტრე და გაამხნევა და უთხრა რომ კარგი დასაწყისია და უფალი შეგეწევა. ამის შემდეგ ესე იგი 3 წელი იცხოვრა და გადავიდა შემდეგ წმინდა ანტიპა პერგამოელი, წმინდა ანტიპას ტაძარი იყო იქა, მონასტერი ტაძარი და იქ გააგრძელა და შემდეგ უკვე წმინდა ანტიპას გამოცხადება ჰქონდა, რომელმაც ასევე გაამხნევა და თვითონაც კი ეს გამოხატა ეს თავისი მადლიერება იმით, რომ უფრო მკაცრი მარხვა დაიწყო, უკვე კვირაში ერთხელ ან ორჯერ ღებულობდა
ცოტა ბოსტნეულს და მარილის გარეშე ესე არის ხაზგასმული მარილის გარეშე ძალიან ძნელია საერთოდ ესეა ცნობილია ეს მოღვაწეობა და ამის გამო ძალიან ღრმად ესე იგი აი ასეთი კეთილდღეობითი ცხოვრების გამო მან სასწაულთქმედების უნარი მიიღო უფლისაგან და ბევრ სასწაულს ახდენდა ამის შემდეგ იგი მუდლად აკურთხეს და წირვებს აღასრულებდა ხოლმე მაგრამ მერე 40 წლის ასაკში როდესაც 40 წლის გახდა აი ეს პერიოდია ესე იგი აქ მოხდა რაღაც საშინელი მიწისძვრა და ყველაფერი მიწასთან გასწორდა და ეს წავიდა და მიატოვა ეს ყველაფერი და წავიდა და ცოტათი მოშორებით მოძებნა რაღაცა გამოქვაბული მიწისქვეშა რაღაცა ნუ მოკლედ ესეთი რომელიც იყენებდნენ თუ გავდა ესე იგი მოკლედ როგორც საფლავი ისე იყო რა ეს როგორც საფლავი გეგონებოდა მოკლედ შეხედა აი მიწისქვეშ ჩაძვრა და იქ დაიწყო რა არის ხა ძამშო ძალიან ნესტიანი ადგილი იყო და ეს აი ამითი მოღვაწეობდა და რამდენი გუნ 12 წელი გაატარა 12 წელი გაატარა ახლა და ესე იგი არ გამოდიოდა მიუხედავად იმისა რომ აი ლამის დაულპა მთელი სხეული რა ესე იგი თმები დასცვიდა თავზე ესე იგი წვერი გასცვიდა კბილები დასცვიდა სულ ყველა და 12 წელი გაატარა მოკლედ აი ესე ფაქტურად ლამის დამბრუნების დამლადაცემული ისე იყო რა ეს იყო მისი მოღვაწეობა და უფალმა შეიწირა ეს მსხვერპლი მოკლედ ამისი და ბოლოს ნუ გამოვიდა მაგრამ რო გამოვიდა იქიდან გამოქვაბულიდან მაინც რაღაცა ძალიან ესეთ ძალიან უხეშ ფიცარზე რაღაცა ესე იგი დაუმშავებელი თუ რაღაც მოკლედ ესე ეძინა და კი ამის შემდეგ მან მიიღო სქემა აღიკვეცა დიდ სქემაში და უკვე ერთსალ რაღაცა პატარა ბოსტნეულს ჭამდა ხოლმე და სულ ცოტა წყალს ისიც წირვის შემდეგ დიდ დღესასწაულებზე კვირაობითაც არა გონი დიდ დღესასწაულებზე ესე წერია 73 წელი იცხოვრა და 912 წელს აღესრულა და სხვაჩვენს გამოსახულებაც აი გვაქვს ოღონდ მართალი გითხრათ არა ვარ დარწმუნებული რომ იმიტომ ამ პერიოდში კიდე იყო მე რაღაც ვეძებდი ამ გამოსახულებებს და რაღაცა გამოსახულებები კიდე არის ოღონდ აი ეს არის კი აწერია რომ ეს წმინდა სტეფანეს გამოსახულებაა ბერის ნუ შეიძლება ის ზუსტად არც არის მითითებული საიდან არის ეს უბრალოდ სხვა ვერაფერი ვერ მოუძებნე და ესე შეგვეწიოს მისი მადლი და მე გადავდივარ ახლა შემდეგ წმინდანზე ერთი სული მაქვს სანამ მის შესახებ მოგიყვებით სირუსი წმინდა სირუსი პომპეის არა უკაცრავად პავის პირველი ეპისკოპოსი და მისმა მემკვიდრე პომპეუსი მისი მემკვიდრე იყო ამ პავის შემდეგი ეპისკოპოსი მეორე ვინც იყო მიმან აღწერა მისი ცხოვრება ეს არის და ეხლა ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ და დავიწყებ ამ მოკლედ რაღაცა აი გასაოცარი ამბავი უნდა გითხრათ. ეხლა გასაოცარი ამბავი. აი მართლა ძალიან საინტერესო. ესე იგი მე სულ ვამბობ ამას, თუმცა ეს მე ავტორობას ვერ მივიჩემებ ამისას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა ყველას გითხრათ. ჩემ თავს პირველ რიგში და თქვენს ყველას რომ საღვთო წერილს რო ვკითხულობთ. აუცილებლად უნდა დავსვათ შეკითხვები. უნდა ესე იგი ფხიზლად ვიკითხოთ საღვთო წერილი, ფხიზალი გონებით. და უნდა ვეცადოთ რომ ყველაფერი გავიგოთ და გავატაროთ გონებაში და აი სწორედ აქ ჩდება ეს რომ აი ყველაფერს ვერ გაიგებ ან გაგიჩნდა რაღაც შეკითხვა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა მე თქვენ ერთ შეკითხვას დაგისვამთ რომელიც მეც ბევრჯერ მქონია ესე იგი შეკითხვა თავში მაგრამ ვერ გამოვთქვი
ვერ გამოვთქვი, იმიტომ რომ არც ვიცოდი როგორ უნდა დამესვა ეს შეკითხვა და აი ხა მე თქვენ გითხავთ. ნუ ეს ყველამ ვიცით ეს ამბავი, 4-ვე სახარებაში არის აღწერილი, 5 პური და 2 თევზი როგორ აკურთხა უფალმა და 5000 ადამიანი როგორ განაცხო, ვიცით ეს ისტორია, ხო? თუ არ ვიცით, ნუ უნდა ვიცოდეთ. მოკლედ, ესე იგი 5 პური და 2 თევზი. ხო? ეს ძალიან ცნობილი კონფიგურაცია, თუ რა ვიცი რა არის, ხო და საიდან ქონდათ ეს 5 პური და 2 თევზი, ხო? წერია სახარებაში, რომ არისო რამე აქა ჭამოდიო, უფალმა კითხა, ნუ ეს 5000 კაცი არის წამოსული უდაბნოში. 5000 კაცი არის წამოსული უდაბნოში და მოკლედ ეს დაღამდა, მოსაღამოდა და რა უქნათო ეს ხალხი მშიერეო ესონება. გაუშვათო და თვითონ მონახონ. სად უნდა გაუშვათ კაცო უდაბნოში მთელი დღე იარეს ახლა და დაიხოცება ეს ხალხი შიმშილით. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა არ მოგტებიან შეიძლება, მაგრამ ბავშვებით არიან წამოსულები რაღაცა და არავის არ აქვს საჭმელი. კიო, აქ არის ერთი ყრმაო, რომელსაც აქვს 5 პური და 2 თევზი. ხო და ესე იგი აი სწორედ შეკითხვა ახლა ამ ყრმას ეხება. ახალგაზრდა ნაწილი კაცია, ვიღაცა, ვისაც აქვს 5 პური და 2 თევზი. ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ სახარებაა ეს, ხო? იესო ქრისტეს ისტორია და ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტეს წარუდგინეს ეს ადამიანი. ესე იგი ადამიანობით ქრისტეს იცნობდა პირადად, ხო? სად გაქრა ეს კაცი მე, ხო? ეს ერთი. მეორე. ეხლა თვითონ ამ ადამიანის დახასიათება შეიძლება აქედან. წარმოიდგინეთ ეს როგორი ადამიანია. როდესაც მიყვება იესოს, რო ქადაგება მოისმინოს, ხო ესეც ერთ-ერთი მათგანია. ეს არის ის ადამიანი, აი ამ 5000 კაცის შორის ერთ-ერთი, რომელიც გაყვა იესოს და არავინ არ იფიქრა იმაზე, რომ გაყვები ხა იქ რაღაცა მოგშივდება ან რაღაცა, ხო? ამან იფიქრა ამაზე და ნახეთ 5 პური ეს თავისთვის არ წამოიღო და 2 თევზი. ეს ალბათ წამოიღო იმისთვის ამ ადამიანმა, ესეც ხელით ხო არ ატარებდა სულ ჩანთა სპეციალური რაღაცნაირი ალბათ, ჩაალაგა იმისთვის, რომ ალბათ ვინმეს მოშივდებოდა. და გაუმასპინძლდები და ამიტომ ატარა რა, ეს ხა ბარგია რა, მაინც ხა 5 პურის ტარება უდაბნოში ხა ადვილი საქმე არ არის. აი ესეთი პიროვნება, რომელიც აი ყველაფერთან ერთად, ხა კი ჩვენ იმაშვებით, რა ქვია, მართას. სულ ესე არ რომ აი მარიამა უკეთესი ნაწილი გამოირჩია, ხო, რომ მართას ზრუნავს და შფოთავს და ეს თვისება გამოიჩინა ამ ახალგაზრდა კაცმა. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ადამიანი გამკრალიყო მერე? არ შეიძლებოდა. მოკლედ, ესე იგი მაინც აგიკითხავთ სახარებაში როგორ არის იონეს სახარებაში მე-6 თავის მე-9 მუხლია. აქ არის ყმაი, რომელს აქვს 5 პური ქრთილისაი და 2 თევზი. მოკლედ ამ ყმის სახელი არის ცნობილი სირუსი და მერე მოგვიანებით იგი წმინდა ჰერმოგური, რომელიც ასევე პავლე მოციქულის მოწაფე იყო ეს ჰერმოგური. ჩვენ ამ ჰერმოგურზეც გვისაუბრია, მისი გამოსახულებები უძველესი არსებობს. მოკლედ აი ამისი მოწაფე გახდა მერე რომ წამოიზარდა ეს ყრმა და ეს ჰერმოგური მან დააარსა ჰერმოგორმა აკვილის ეპარქია და თავისი ორი მოწაფე სირუსი და იუვენციუსი გააგზავნა ან ევენციუსი ესეც ამბობენ, გააგზავნა მოკლედ საქადაგებლად აი ამ მხარეში. ეს არის ველი პო, ესე ქვია, აი პოს ველში გააგზავნა საქადაგებლად და მოგვიანებით, ნუ ბევრი არაფერი არის ცნობილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცით, სირუსი გახდა პირველი ეპისკოპოსი ქალაქ პავიის. ხოლო ევენციუსი, როგორც კიდე სხვანაირად ქვია, ევენციუსი გახდა მესამე ეპისკოპოსი. აი მეორე ეპისკოპოსი პავიის იყო პომპეუსი, რომელმაც შემდეგ აღწერა სწორედ სირუსის ცხოვრება. კიდევ არის ცნობილი ძალიან საინტერესო ფაქტი.
რომელმაც მე გავლენა იქონია, აი ამ სირუსმა როგორც ჩანს ეს ორი რო გააგზავნა, ყოველთვის არის ხოლმე ვინ არის უპირატესი და სირუსი იყო უპირატესი და გააგზავნა იუვენციუსი მილანში, რომ მას დაესაფლავებინა გეროასი და პროტასი. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია მილანის ამბროსი მედიულანელის ტაძარში დღემსაც ამბროსისთან ერთად არიან ეს გეროასი და პროტასი. ეხლა მე აღარ მოვყვები, ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა. გეროასი და პროტასი, მისი მშობლები ვალერია და ვიტალი, რომლებიც პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ, რომელიც მოწამეობრივად აღესრულნენ და ესე იგი ეს მშობლები, აი ეს გეროასი და პროტასი რო დაესაფლავებინა და ჩაეყოლებინა ნაწერი, მაშინ რა ქვია, ამ საფლავში ეს იყო სწორედ სირუსის დავალება, რომ ჩაეყოლებინათ, რომ ვინ არიან. ესენი ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა. მერე, როდესაც ამბროსი მედიულანელმა ეს საფლავი აღმოაჩინა და ეს დაფაც იპოვა. და დასტურდა, რომ ეს გეროასი და პროტასი და ამან გადაარჩინა მილანის კათედრა საერთოდ ამ არიანელების შემოტევისაგან. მოკლედ ძალიან სერიოზული ისტორია იყო და სწორედ უთხრა რომ თან რაღაცა ნაწილი, მცირე ნაწილი გეროსის და პროტასის წამოიღე პავიაში ჩამოიტანე და მართლაც იქ ესე იგი ტაძარში დაასვენეს. ნუ 870, ეს დამთავრდა ეს ისტორია და მოგვიანებით შემდეგ 875 წელს გახსნეს ეს წმინდა ნაწილები, ამოასვენეს ამ სირუსის და პავიის ტაძარში უკვე შუშის ძვირფას სანაწილში გადაასვენეს და იქ არის საკურთხეველი, რომელიც არის წმინდა სირუსის სახელობის. და იმდენად მილანელების საყვარელი წმინდანია ეს სირუსი, რომ მილანის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს, სტადიონს, ქვია სირუსის სახელი, სან-სირო. სან-სირო მილანში არის ცნობილი ტაძარი, მე ხე თქვენ გაჩვენებთ. ესე იგი, გამოსახულებებია. წმინდა ფორტუნატი, ესე იგი, ჰერმაგორი. აი ნახეთ, ჰერმაგორია შუაში, შემდეგ აქეთ არის ფორტუნატი და აი სირუსი ეს არის. აი ეს არის სირუსი. ეს არის უძველესი გამოსახულება, მე-11-მე-12 საუკუნეების გამოსახულება, აკვილიაში არის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და იქიდან და კიდევ აი წმინდა სირუსის ეს არის გვაქვს ასევე პავიიდან არის ფრესკა მე-12 საუკუნის. აი ეს არის წმინდა სირუსი, პირველი ეპისკოპოსი პავიის. აი ეს. და კიდევ გვაქვს უკვე ახალი ინსტალაცია ესეთი ლითონის ამ პავის ტაძარში ესაც. აი ნახეთ 5 პური და 2 თევზი და აი ეს არის შუაში სირუსი. პირველი ეპისკოპოსი. და კიდევ შემიძლია გაჩვენოთ აი ეს მისი სანაწილე. ეს ინახება პავის კათედრალში. აი ეს. აი დღეს ესე გამოიყურება წმინდა სირუსის სანაწილე და ბოლოს მინდა გაჩვენოთ არა აი ეს არის წმინდა სირუსის აი ესეთი ფრაგმენტები, ნუ ნამცეცები გვაქვს. შეგეციოს მისი მადლი და მე კი გადავდივარ შემდეგი წმინდანის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ეს არის წმინდა პროკულუსი თუ პროკლე ვერონელი. წმინდა პროკლე ვერონელი 360 წელს გააღესრულა და წყარო ეს არის ვნებები, ცხოვრება ფირმუსის ანუ ფირმო, ქართულად ალბათ ესეა, წმინდა ფირმოსი და რუსტიკის. მე-6 საუკუნეში დაიწერა ესე იგი ეს მათი წამება. და იქ არის წმინდა პროკლე თუ პროკლე.
ქართულად პროკლე ალბათ. Ამ პროკლეს შესახებ იქ არის წმინდა სტეფანეს ტაძარი იყო და მისი იქ იყო კათედრა მე-5 საუკუნეში, მოკლედ აშენდა, კათედრა იქ იყო მოკლედ და ეს იყო ეპისკოპოსი, მოკლედ ვერონის და ბევრი არაფერი ვიცით მოკლედ, მაგრამ თავარი რაც ვიცით, რომ იგი დადიოდა ძალიან ხშირად და პატიმრების, ოღონდ ისე ცალ-ცალი ამბავი უნდა გითხრათ, აი ხო გითხარით, არ მეორდება, ხო? არ მეორდება და ესე იგი აქ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი ნუ 360 წელიც პირობითია. 360 წელი პირობითია. ეს არის ვადა, რომლის იქითაც აღარ, მაგრამ ნუ სავარაუდოდ მოკლედ დიოკლეტიანეს დევნის პერიოდია. აი ესე ისტორიაში ცოტა გაბნეული არის ამ ესე იგი პროკულუსის თუ პროკლეს ზუსტი ცნობები მის შესახებ, მაგრამ ვიცით რა. მოკლედ ესე იგი რუსტიკუსი და ფირმუსი, ანუ ფირმო და რუსტიკი იყვნენ მათ შორის, მოკლედ ქრისტიანი პატიმრები და აი სწორედ მათი მონახულების დროს, როდესაც ისინი მოინახულა, შეიპყრეს სწორედ ეს წმინდა პროკლე. და შეიპყრეს, მაგრამ ნუ ხა ესენი უნდა აწამონ ცხადია ეს ფირმო, მოწამეები არიან, ეს წმინდა ფირმო და რუსტიკუსი და მოკლედ ამან იმას რა ქვია, ამ სასამართლოზე ესე იგი არაცადა არავის არაფერი ამ პროკლემ და დაუწყო ხვეწნამ იმას რა ქვია. არ იყო ჯერ მისი საკითხი განხილული, ამ ფირმოსის საკითხი უნდა განხილულიყო და რუსტიკუსის და მართლაც განიხილეს და მიუსაჯეს ეს წამებით სიკვდილი, მაგრამ ამას არავინ არ ეკითხება არაფერს. ეს მოკლედ ამ ხანიქიდან მოუარა ამ მოსამართლე გეხვეწები. აი ესეთნაირად ახლა ცოტა ვცდილობ რომ ის გავაკეთო ამისი ინსცენირება, იმიტომ რომ მოკლედ რა მოხდა ესე იგი. ეხვეწებოდა რომ ეს მოეკლათ ჯერ, მოწამეობრივი სიკვდილი მინდა ძალიან უნდა და ესე იგი ისეთნაირად აკეთებდა ამას, რომ ესე იგი მოსამართლე ჩათვალა რომ ეს არის სულელი. ნუ ანუ ფსიქიკური რა, ესე იგი ფსიქიკური ავადმყოფია და მოაშორეთო რა და მოკლედ ესე იგი გააძევეს ვერონადან საერთოდ გააძევეს და არ ვიცი როგორ გააძევეს, უბრალოდ ეხლა რაღაცა გასაოცარი გამოსახულება უნდა გაჩვენოთ ამ პროკლესი. მოკლედ ესე იგი კალათით ჩაუშვეს თუ რაღაცა მოკლედ იმიდან რა ქვია რომ წასულიყო და აღარ შემოსულიყო ვერონაში კარებიდანაც არ კარიბჭე ხო ყველა ქალაქს ჰქონდა ეს კედელი. აი ამ კედლის იქიდან ჩაუშვეს მოკლედ კალათით და გაუშვეს. აი ესეთი არის მის შესახებ ისტორია, მეტი არაფერი არ ვიცით და ამიტომ არის აღსარებელი, არ არის მოწამე, მღვდელმოწამე, არამედ აღსარებელი. და ნუ 360 წელს გარდაიცვალა აი ამ ყველაფრის შემდეგ მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიოკლეტიანეს დევნა შეიძლება მაშინ ახალგაზრდა იყო, არ ვიცი, მოკლედ ზუსტად ვერ გეტყვით, 360 წელს გარდაიცვალა ყოველგვარი დაბრუნდა მე ვერონაში რა თქმა უნდა, ეს დევნა რო შეწყდა და ვერონის ეპისკოპოსი იყო. ალბათ პირველი არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში 1492 წელს 1492 წელს აღმოყვანება მოხდა მისი წმინდა ნაწილების და მისი სახელობის ტაძარია ვერონაში, წმინდა პროკლეს სახელობის ტაძარი და აი როდესაც იქ წმინდა ნაწილები გადააბრძანეს, ორი დიდი სასწაულია ცნობილი, ესე იგი ბრმა ქალი იყო, რომელსაც თვალე აღეხილა მის წმინდა ნაწილებთან შეხებაზე და კიდე კოჭლი იყო, რომელმაც სიარული დაიწყო. და თავი კი მისი აქ ინახება სხეული და თავი ინახება ბერგამოში. ნუ 1806 წელს ნაპოლეონის ბრძანებით ეს წმინდა პროკლეს ტაძარი დაიხურა და ნუ ესე იგი ესე უყურადღებოთ იყო და აი ხლა უკვე გაუკეთდა რესტავრაცია და იმედია ესე წერია ენციკლოპედიაში სხვათა შორის იმედია ამოქმედდება როდესმე ეს ტაძარი. ეხლა უნდა გაჩვენოთ ჯერ ეს გასაოცარი ფრესკა ამ ტაძრიდან. აი შეხედეთ.
აი რაღაცა სულელივით არის მართლა ესე იგი სალოსი ხო სალოსობდა როგორც ჩანს აი როგორც უშვებენ ჩამოუშვეს თოკებით ეხლა ამას გადიდებულს გაჩვენებთ ამ გამოსახულებას ეს არის სწორედ პავიაში წმინდა პროკლეს ტაძრიდან აი ჯერ თვითონ ამ გამოსახულებას გაჩვენებთ და ესე იგი იმაზეც კი ფრესკაზეც კი რაღაც შეცდომით არის დახატული ნახეთ ერთ-ერთი ხელი აი ერთი ხელი თითქოს თოკი უჭირავს და მეორე რაღაც ისე არის თოკის ზემოდან არის მიხატული რაღაცა ეს აი ესეთი აი კიდე თუ რაღაცა აღარ დიდება ეს ესეთი არის ჩვეულებრივი საოცარი გამოსახულება არსებობს და აი ეს ტაძარი პავიაში გაჩვენებთ გავადიდებ ნახეთ გარეთა მხატვრობაც აქვს ჯერ ეს ცოტა პატარას გაჩვენებთ აი ხედავთ აი გარეთა აი ჩანს და ნუ შიგნითაც არის მოხატული. აი ეს არის წმინდა პროკლეს შესახებ. მეტი არაფერი არ ვიცით და ეს არის წმინდა პროკლეს აი ეს არის წმინდა პროკლეს წმინდა ნაწილები გვაქვს ესე. აი ამ ნაწილში. აი ესე. და წმინდა ფირმოს წმინდა ნაწილი გაგვაჩნია ესე. ნაცეცი ეს. მოკლედ აქ ერთი საინტერესო მომენტია. ძალიან ბევრი წელი, ვერაფერი ინფორმაცია ამ წმინდა ფირმოზე ვერ მოვიძიე, ქონდა ბევრი წელი ეს ნაწილი გაგვაჩნია. და ვერაფერი ვერ მოვიძიე და აი ხა სანამ აი პროკლუსის ცხოვრებას, ამ პროკლეს ცხოვრებას ვერონელის არ მივადგეთ, აი აქ აღმოაჩინეს სწორედ ეს არის ხსენება ამ ფირმოსის და ამ ძმები იყვნენ ესენი, რუსტიკე და ფირმო. ეს არის 9 აგვისტოს არის ამეთი ხსენება და მე კი გადავდივარ ბოლო ისტორიაზე დღევანდელი ანუ ესე იგი 9 დეკემბრის წმინდანების შესახებ ბოლო ისტორია არის ამბავი ეს არის წმინდა ვალერია ქალწულმოწამე ვალერია ნუ აქაც ბევრი არაფერი ვიცით მაგრამ სამოგივრთ რაც ვიცით ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის კეფალოფოროსი მე ვახსენე დღეს რემერიკის ეს გამოსახულება არსებობს თავი აქვს უბრალოდ გამას როგორც გითხარით ქანდაკების თავია დაკარგული და ეს კი ნამდვილად უკვე არის კეფალოფოროსი რომელსაც თავი მოკვეთეს ლიმუჟი არის ქალაქი საფრანგეთში ახალი აკვიტანიის რეგიონი არის ესე ქვია და ავგუსტორიტუმი ერქვა ამ ქალაქს ერქვა ამ ქალაქს მაშინ როდესაც ეს ამბები ხდებოდა რომელსაც ახლა მოგიყვებით მე-6 საუკუნიდან ეწოდა ამას უკვე ქალაქს ლიმუჟი სახელად მამამისი ესე იგი წმინდა მარციალის ცხოვრება არის წყარო ახლა ამ მარციალს ვახსენებთ ვინ იყო მამამისი ესე იგი მამამისის სახელი ვალერიესი არ არის შემორჩენილი ეს იყო ქალაქის მმართველი მოკლედ ამ ავგუსტორიტუმის ანუ ლიმუჟის დღევანდელი ლიმუჟის ქალაქის მმართველი იყო მამამისი და ნუ საფრანგეთი ხო და დედას ერქვა სუზანა და აი ამ სუზანაზე არის განსაკუთრებული ხაზგასმული რომ ჩამოვიდა ქალაქში ლიმუჟის ესე იგი ლიმუჟის პირველი ეპისკოპოსი ეს არის მარციალი მისი სახელი რომელსაც აკვიტანიის მოციქულს უწოდებენ აკვიტანიის საფრანგეთის მხარეა ესა და ჩამოვიდა და ამ სუზანა მიიღო სასახლეში მოკლედ თავიანთ სახლში ქალაქის მმართველის სასახლეში მიიღო ისა და მარციალმა ეს ისტორია მეორდება მოკლედ იქადაგა და ისე იქადაგა რომ ეს სუზანაც მოინათლა და რაც თავარია ამ სუზანის შვილი ეს ვალერიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მიიღო ამ ქადაგებისგან და მოინათლა და აღიკვეცა
აგიკვეცა ხა მაშინ ეს აკვეცის წესი ესეთი არ არსებობდა ყოველ შემთხვევაში უფალს გადაწყვიტა რომ თავი უფალს მიუძღვნოს და სუზანამ მოკლედ აი რაც მასზე იყო დამოკიდებული ეს მამა არ არის ნახსენები მაინდა-მაინც მოკლედ თავისი დიდძალი ოქრო ვერცხლი ასევე ვენახები და მიწები შესწირა ეკლესიას მარციალს ეპისკოპოს მარციალს გადასცა ესე იგი მარციალ მესამე ლიმუჟის პირველი ეპისკოპოსი არა მესამე კი არა უკაცრავად მესამე საუკუნეზე ალაპარაკი მოკლედ ლიმუჟის პირველი ეპისკოპოსი აი ხა არის მთელი ამბავი საქმე ის არის რომ ვალერია დანიშნულია ამ დროს დანიშნულია და მისი საქმრო ჰერცოგი ესე იგი აკვიტანიის ესეც ჰერცოგი არის ცნობილი პიროვნება სტეფანე არის საომრად წასული რომ დაბრუნდა ამ ბრძოლიდან ესე იგი ნუ ეს ენები ხო იცით რა არის და აუ შენ საცოლე სხვა შეყვარებული ყავსო რა უთხრეს ესე იგი ქრისტეზე იმიტომ რომ მან ესე გამოაცხადა რომ ჩემი საქმრო თუ ჩემი სასიცო ქრისტეა ეს ფორმულირებაა ნუ ესეთი ხო ჩვენი ყველასი სასიცო ქრისტეა ხო და ამას ეს ენა მიუტანეს რომ ნუ არც უთხრეს რა და როგორ და ეს ისე განრისხდა ისეთი ემოციური ადამიანი იყო რომ თავისი საჭურველ სპირტუალით როგორც ისე მიუგზავნა რომ თავი მოკვეთე და მოკლედ არც ალაპარაკა არც კითხეს არაფერი ესე იგი და ესე რომ გაიგეს რომ ნუ ამან უღალატა ფაქტიურად აი ეს ღალატის თემა არის და მართლაც ესე იგი ეს მოვიდა და თავი მოკვეთა ოღონდ აი ამ თავის მოკვეთის დროს მოხდა ესეთი რა ესე იგი ჯერ იყო და ნუ რაღაც ეს გრგვინვა იყო თუ რაღაც ეციდან ეს ელოა თუ რაღაც მოკლედ ესეთი მიწის რა არა მაგრამ ნუ რაღაც ესეთი მოვლენა იყო და რასთავარია ამ ვალერიამ ეს საკუთარი თავი აიღო ხელში ეს ის არ ესწრება თვითონ ეს სტეფანე ესე იგი ჰერცოგი მაგრამ ეს საჭირო მკითხველი მე მიდის და უყვება ამას ყველაფერს მოკლედ ამან აიღო ეს თავი ხელში და წავიდა ტაძარში სადაც ეს ესე იგი მარციალი წირვას ატარებდა და შევიდა ტაძარში ამ საკუთარი თავით ხელში და მარციალს მიართვა ეს საკუთარი თავი რომელმაც ეს თავი გამოართვა და საკუთხედში შეიტანა და დადო როგორც წმინდა ნაწილი აი ეს ნახა ამ საჭურო მკითხველმა და მოკლედ მივიდა და ამ სტეფანეს ეს ამბავი რომ მოუყვა ისე იმოქმედა ამაზე ყველაზე რომ ეს სტეფანეც მოინათლა და ნათლობაში სტეფანე დაუტოვა სახელი და ესეც მოინათლა ეს ვინც თავი მოკვეთა ისიც ნუ მეათე საუკუნეში ბერებმა ააშენეს მონასტერი აი ამ სწორედ წმინდა ვალერიას სახელობის შამბონ სენტ ვალერი ესე ქვია და დღეს ესე ქვია შამბონ სიურ ვუეზ იმიტომ რომ ვუეზი ეს არის დინარე რომლის ნაპირზეც ეს აშენდა და მოკლედ ესე იგი გადაიტანეს წმინდა ვალერიას წმინდა ნაწილები და აშენდა შემდეგ მოგვიანებით წმინდა სტეფანეს კათედრალი ლიმუჟის აი სწორედ იმ ადგილზე სადაც ამათის სახლი იყო და სადაც ვალერია შეხვდა პირველად მარციალს აი ეს არის კათედრალი ახლა გაჩვენებთ აი ეს არის კათედრალი ლიმუჟის ესე შემდეგ 2002 წელს სხვათა შორის ლიმუჟში დედათა მონასტერი ვალერიას სახელობის ესე იგი როგორ თქვა ქართულად არც ვიცი ესე იგი აი დები საძმო ხო არის და აი ხა საძმო კალების რა მოკლედ ესეთი დები არიან ვალერიას სახელობის დები სადაც
სადაც ქვედაყბა ინახება ვალერიასი, ხოლო შამბონში იმ პირველ მონასტერში არის მისი თავის ქალა. ეხლა უნდა გაჩვენოთ ეს არის სან-ლეჟი ესე ქვია ტაძარს. ებრაელი არის ადგილი და აი ხა უნდა გაჩვენოთ. ნახეთ აქ არის რამდენიმე სცენა, ძალიან ცუდად ჩანს. ვერაფერს ვერ ვიზამთ. აი ეს არის პირველი სცენა, აი აქედან იწყება ვალერია როგორ ინათლება, მარცელი როგორ ინათლავს ვალერიას. შემდეგ აი ეს ხმლით რო ჩანს, ეს არის აი ამ სწორედ სტეფანეს ბრძანება რომ თავი მოკვეთოს, აი ეს ხმალი, ნახეთ. და აქეთ ხარეს აი საკუთარი თავი ხელში უჭირავს ვალერიას და ესე მიერთო მარცელს. ესეთნაირი გამოხატულება არის, ესეთი ფრესკა არსებობს. ნუ გარდა ამის არსებობს კიდევ ვალერიას ეს 1363 წელი ამ შამბონში არის აი ესეთი ვერცხლის რელიკვარიუმი, სადაც მისი წმინდა ნაწილები ინახება, ამ ვალერიასი და აი კიდევ ესეთი სანაწილე არსებობს. აი ეს არის სულად შემიძლია გაჩვენოთ. აი ესე. ეს არის უძველესი სანაწილე. ხო და კიდევ გვაქვს ესეთი შედარებით გვიანდელი პეტრე მოციქული როგორ გადასცემს მარციალს კვერთხს. აი ესეთი ფრესკა. აი მას გავადიდებ კიდე აი მარციალის სახით ჩანს ცოტათი. აი ეს. და ბოლოს წმინდა ნაწილი შემიძლია გაჩვენოთ. ეს არის ესეთი ნატეხია პირდაპირ ფრაგმენტია. აი ეს არის ფრაგმენტი. წმინდა ვალერიასი. და ეს არის აი ამ ორი დღის შაბათის და კვირის წმინდანების შესახებ საუბარი. ესე იგი, მე ჩამოგითვლით, ესე იგი, შაბათს 8 დეკემბერს არის ხსენება წმინდა მოციქულები ტვიქიკესი, 70-თაგანის ეპაფროდიტესი და ეპაფრასის და სხვების, ამ სამის გაგვაჩნია ჩვენ წმინდა ნაწილი, ასევე პატაპითებელის, კონსტანტინოპოლის და დღეს ვიზაც ვისაუბრეთ, ეს როგორც მოგახსენეთ ეპაფრასი, რომარიკ რემერმონელი და წმინდა ლონგინუს პომარიელი, ხოლო 9 დეკემბერს ჩვენ ვისაუბრეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის მუცლადღება მართალი ანას მიერ, შემდეგ სტეფანე ახლად გაფრთხილებული, სირუს პავიელი, პროკულუს ვერონელი და ვალერია ლიმოჟელი. აი ამ წმინდანების შესახებ ვისაუბრეთ ჩვენ დღეს. შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი, მე კი დღეს ამითი დაგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.